მედია სივრცე იყო მომართული ჩემი ლანძღვისკენ, ზოგადად იმიტომ რომ ვიღაც ადამიანი ვინც ამბობდა რომ მე ყველასთან ვითანამშრომლებ საქმეს რომ დაჭირდეს და სინამდვილეში ამით კოცებს ხმას ვარტყევ და თქვენ გინდოდათ ყველაფერს აკეთებდით იმისთვის რომ კოცებმა ხმა არ წაგვერთვია, უნდა გველანძღა ბიძინა. ფიანდაზად ვერ გაიგება ხო რა ვიცი. არა, ფიანდაზად იყავით გაგებული 4-5-9-25 ხო იყავით გაგებული ფიანდაზად. არ გახსოვთ კაცო, 10 წლის წინ იყო. მე მაგრიტიკებდი. ვერ მივიღებთ თქვენზე არ მაგრიტიკებდი, თქვენ ორ ადამიანზე კი არა. მეგობრებო, ზოგადად მედია სივრცეს. ხო და სანამ ეს მაგალითად ხო გესმით რომ ტევ პირველი უბრალოდ ლოცულობს იმაზე რა ქვია ხაზარაძეზე. მე გაგისურვებთ რომ თქვენ მაინც არ დაიწყოთ ლოცვა ხაზარაძეზე, ზომიერება შეინარჩუნოთ, მაგრამ სანამ აქედან არ გამოვალთ, სანამ ჩვენ თვეში ერთხელ რომ მიწვევთ არაპრემიუმ ეთერში. აქედან ხო უნდა გამოვიდეთ. მედია არის ის, ვინც ამორჩევლის გემოვნებაზე ახდენს გავლენას. მედია და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად შეიმუშავეს ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც 4-5-9-25 იყო საქვია 3-4, ხოლო დანარჩენი იყო ჯოჯოხეთი. ამან არ იმუშავა. აღმოჩნდნენ 54 დაიწერეს კოცერმა პროცენტი თვითონ, მაგრამ 100%-ით აღმოჩნდნენ პარლამენტში. ვიღაცა ხო არის პასუხისმგებელი ამაზე, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ არის პარლამენტში. გადასაფარად ხომ არ გამოდის რომ მედია გამოყავთ ხშირად. პოლიტიკური სისტემის გადასაფარად მედია გამოყავთ ხოლმე განტავების უაცი არც პირველი ხართ და არც შეიძლება კაცო მე შეიძლება მებრძოდეთ. მედიასკენ არის მხოლოდ არა ნახეთ მე ხო არ წარმოვადგენ თქვენთვის საფრთხეს. გამონაკლისი. მე არ წარმოვადგენ თქვენთვის საფრთხეს. თქვენ და გესმოდეთ ვინ არის თქვენთვის საფრთხე. და სინამდვილეში როგორ ხდება ამ საფრთხის დამარცხება? არ ვინმემ დაიწყო საუბარი, მათ შორის თუნდაც დახურულ სივრცეში, რომ საჯარო სივრცეზე თავი დავანებოთ. როგორ ვიგებთ ამ ტაქტიკით? ვინმემ თქვა რომ პარლამენტში რო არ შედის ეს დეპუტაცია 60 კაცი, რო არ შედის პარლამენტში. ამითი რა მიზეზ შედეგობრივი კავშირი მყარდება და კოცები როგორ მარცხდებიან? ეს ხო არავინ არ თქვა. ხო და ახალც იგივეს ვაგრძელებთ თქო. ხო და მე მინდა რომ იქნება აზრზე მოხვიდეთ. მე აზრზე ვიყავი სულ. მე ამ ჩემზე ვერავინ ვერ თქვის რომ აზრზე არ ვიყავი. მაგრამ იქნება მარტო თქვენ არ გეუნებით. აი თქვენი კოლეგები, თქვენი ხელმძღვანელები, ჩემი კოლეგები, რომლებიც უბრალოდ ზიან და არასწორად იქცევიან წლების განმავლობაში. იქნება მოდით აზრზე მოვიდეთ ყველანი, დავჯდეთ და მოვიფიქროთ რომ ასე თუ ვერ ვამარცხებთ კოცებს, მარტო ხაზარაძის და ლელოს ეთერებში დაყუდება 24 საათიანი და შიდა თათბირების მოწყობა, მომგებიანი გზა რო არ არის, ხონდა გვესმოდეთ წინა არჩევნების დროს, ხო არავინ არ გაარჩია, საიდან მოხონდა გვარამიას ფული. ხო არავინ ასეთ არ გაარჩიეს, ამათ ხო არავინ არ ლაპარაკობდა. დაგუშვამს კითხვები. არა, კითხვები ანუ მე გეუბნები რომ კითხვები, მე რა დავინახე წინას არჩევნად კითხვები მარტო გურამ როგოვას ქონდა გახარიას ქალბატონ ანა ბუჩუკურთან, რომელიც ერთადერთხელ იყო და ეგრე უნდა გაგრძელებულიყო ყველა გადაცემაში. უბრალოდ მე ეს შეწყდა, მე არ ვიცი რატო შეწყდა, როგორ შეწყდა, რანაირად შეწყდა. ისევე როგორც კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად, ლელო პარალელურად რომ ასეულობით მილიონს შეულობს, ასეულობით მილიონს. TBC-ს რო 1.3 მილიარდიანი მოგება აქვს და 20%-იანი წილი რო ხაზარაძეს აქვს აქედან და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს. ის არა ვქნა, ამდენი მშენებლობები რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზიები რო ფუნქციონირებს მის წარმატებით. როგორ, ანუ თუ ბიზნესი ასეთია, თუ ჩვენ რუსული რეჟიმი გვაქვს, როგორ შეულობს ვიღაც ადამიანი ასეულობით მილიონებს ამ ქვეყანაში და როგორ ხარჯავს უაზროდ პოლიტიკაში რომ არაფერი არ გამოვიდეს. როგორ აჩერებს ტელევიზიებს და აპარალიზებს ტელევიზიებს. როგორ კარგავს გართმევთ თქვენ პროფესიას, როგორც ახლა ტევ პირველში ხო ყველა ჟურნალისტის პროფესია წაართვა ხაზარაძემ სინამდვილეში. ანუ მოვა დრო და ამის გამო შეიძლება თქვენ იგივენაირად თქვენმა კოლეგებმა ხაზარაძე ჯვარს ასვათ, მაგრამ დღეს ხო ყველას პირში წყალი აქვს ჩაგულებულებით და პოლიტპატიმარი ხალი ჟურნალისტით და როცა ამ პროფესიაზე ამ პროფესიაში რო იცოდეთ კოცები გასაგებია რაც არის. მაგრამ თავარი იაგო მინდა რომ ივანიშვილზეც გითხრათ ის დღეს როგორ მდგომარეობაშია, ქართული ოცნება დღეს როგორ მდგომარეობაშია, ამდენი სანქციით არ აღიარებით, თუმცა არც პირიქით გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით დასავლეთიდან, ქვეყნის შიგნით ზოგჯერ მინელებული, ზოგჯერ დიდი პროტესტით. ბიძინა მაშინ მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე შეინარჩუნებს თუ რა ხელისუფლებას. თუ ხელისუფლება ხელიდან გაუვარდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ფაქტობრივად არსად არ აქვს წასასვლელი. იმიტომ რომ ყველასთან საქმე გაიფუჭა. მაგრამ ეს მისი მარტო თვითონ არ ჭერს, მის გუნდელების დიდ ნაწილს აჭერს, მაგრამ ეს მისი უპირატესობაც არის, იმიტომ რომ ყავს ერთგული ადამიანები, რომლებსაც ასევე მისიქით გზა არ გააჩნიათ და ყველაფერს გააკეთებენ მის დასაცავად. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ სერიოზულად და წარმოიდგინეთ, რომ ამის გააზრება სად უნდა ხდებოდეს? უნდა ხდებოდეს მედია საშუალებებში, რომელიც ლელოს აქვს პრივატიზებული და ბოდვებით აქვს დაკავებული საკმარისი იქნება ქვეყნის შიგნით, იაგო, არ ვიცი, თუ გარედან დაასანქცირეს, აი ხა დიდმა ბრიტანეთმა თუ დაასანქცირა ივანიშვილი და ასანქცირა რუხაძეც მიაყოლა, ყობახიძე ეყოფა და არ ვიცი, მდინარაძე და ანდრე ოხანაშვილი ქვეყნის. თუ მეორე მხარეს არის სიშლეგე და არა აზრი, მაშინ ეყოფა.
თუ მეორე მხარეს არის აზრი და ადამიანები აზრით, ანუ ერთიანდებიან მოაზროვნე ადამიანები, მაშინ არ ეყოფა. მაგრამ ივანიშვილი ჭკვიანი ადამიანია. ის მას თავისი ხალხი ყველგან ყავს შეგზავნილი. რაც ახლა ქართულ მედიაში ხდება, ეს ივანიშვილის დამსახურებაა. უბრალოდ ვიღაცების ხელით. ზოგჯერ ხაზარაძის ხელით ხდება ეს, ზოგჯერ სხვა ვიღაცების ხელით ხდება. არ მინდა ყველა სახელი დავასახელო. მაგრამ მე თქვენ გეუბნებით ჟურნალისტებს. თქვენ ხო იცით რომ ჩვენ არ გვაინტერესებს გვიწევენ თუ არა სადმე არ გვიწევენ. არ გამოვიდეს რომ ივანიშვილი დიდი დემოკრატია. არ მithქვამს რომ ივანიშვილი დიდი დემოკრატია თქო. ამ მსგავსი არაფერი არ მithქვამს საერთოდ. არ გამოვიდეს რომ პასუხისგებლობა. მაგრამ გეუბნებით რომ ივანიშვილი რაც არის მე მესმის მისი. ის არის ხელისუფლებაში, სხვა გზა არ აქვს უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება, თორე არანაირი გარანტიები არ ექნება ხელისუფლება თუ არ ექნება, მაგრამ მე არ მესმის თქვენი კოლეგების, მე არ მესმის ჩემი კოლეგების. იმიტომ რომ ისინი ხო არ არიან გამარჯვებული ივანიშვილის მდგომარეობაში. ისინი ხო ყოველდღურად ჩვენ დავკარგეთ პროფესიები, როგორც თქვენ დაკარგეთ პროფესიები, ისე მე დავკარგე პროფესია მეორე. რომ არ დავკარგოთ პროფესია. არა, დაკარგულია ეს პროფესია, დაკარგულია, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ გაკარგვინებთ, თქვენზე არ გძახი, ამ თვითონ შეიძლება ინფორმაცია არ მქონდეს. ტევეპიროს ხო ხაზარაძემ დააკარგვინა. რა გაუკეთა მაგალითად განსხვავებული ივანიშვილმა იმედს, რაც ხაზარაძემ არ გაუკეთა ტევეპირველს. ამას იმიტომ გეუბნებით რომ თქვენზეც არის საუბარი რომ ხაზარაძესკენ მიდიხართ და გეუბნებით რომ მოდი თავი დაიცავით ამისკენ და იბრძოლეთ თქვენი პროფესიული დამოუკიდებლობისთვის და როდესაც ვიღაცა გეტყვით რომ აი ამას რატო არ მოიწვიოთო კითხვა დასვით რატო არ იწვევთ ჩვენ ხო ყველაზე საინტერესო რესპონდენტები ვართ ამ ქვეყანაში და ხო დაბლოკილები ვართ თქვენი ეთერი არის ღია თქვენთვისაც არის ღია და არის ყველა რესპონდენტისთვის მარტივი შესაძლებელია მარტივი დასანახია ბევრჯერ დღეს რაღაცა მედიაზე გქონდა წილი ვიარეთ თავშიც შუაშიც ბოლოშიც ყველგან მედია არის უნდა თუ ჩვენ გვინდა რომ დავამარცხოთ თუ ჩვენ გვინდა რომ რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური დენტობა ჩვენ ჯერ ვითომ ჩვენსკენ ზოგჯერ საკუთარი თავითაც უნდა დაიწყოთ თვითკრიტიკა. არა, ჩვენ საკუთარი თავის იდენტობა თუ გირს არ აქვს, არავის არ ექნება ამ ქვეყანაში. ჩვენ იდენტობა გვაქვს. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქოცების და ნაცების ჩვენს დამალვას ცდილობთ ქართველი ხალხისგან და ამით თქვენ ზიანდებით. ამით ზიანდება პოლიტიკური პროცესი ზოგადად. ამით დაზიანდა ის ხალხი, რომელიც პარლამენტში შევიდა და ვერ შევიდა. ზოგადად. და არაფერი რომ არ ხდება ამ ქვეყანაში, ეს ხდება იმიტომ, რომ ყველაფერს ქოცები ურევენ ზოგჯერ ამის ხელით, ზოგჯერ იმის ხელით. მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა იყოთ გამოსაყენებელი სათამაშო იმ ხალხის, რომელიც უბრალოდ პროფესიას გართმევთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.